ფალმები ჯეოლიფტივის მაყურებელს მორწმუნეებს გილოცავთ მარხვის დაწყებას. სიმბოლურია, რომ ჩვენი საუბარი შედგა მძიმე მარხვაში, კრიტელის კვირაში. რადგან ჩვენი საუბრის თემა ეხება ქრისტიანულ სინანულს და კინოფილმ მონანიებას. ამ თემაზე საუბარი მიკარნახა იმ სასიამოვნო ფაქტმა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის კინომოყვარულთა კლუბი, სადაც აჩვენებენ აღიარებული რეჟისორების ფილმებს. ერთ-ერთ ასეთ ფილმს მიეკუთვნება კინოფილმი მონანიება. რა კავშირია ქრისტიანულ სინანულსა და კინოფილმ მონანიება შორის? ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ თემის ირგვლივ. ამ თემასთან დაკავშირებით მცირე წერილი მე გამოვაქვეყნე გაზეთ ფინანსებში 80-იანი წლების მიწურულს, მაგრამ ვინაიდან ეს გაზეთი გამოდიოდა მცირე ტირაჟით, ეს წერილი რა თქმა უნდა ბევრს არ ემახსოვრება, არც ბევრს არ ექნება წაკითხული და ამიტომ ვფიქრობ არ იქნება ორგო თუ ამ თემას მივუბრუნდებით. ფილმის დასაწყისის ერთ-ერთ ეპიზოდში რეჟისორმა ალბერტ აინშტაინის სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვებით გვამცნო ფილმის გადაღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. თანამედროვე მეცნიერების ბედი ტრაგიკულია. პოლიტიკურმა მმართველობამ მას რკინის აღვირი ამოსდო. ჩვენს სამყაროს ემუქრება კრიზისი, რომლის ძალაც არ ესმის სწორედ იმას, ვინც უნდა გადაწყვეტოს საყოველთაო კრიზისის უდიდესი ამოცანები. ატომის შეუბოჭალმა ძალამ ყველაფერი გარდაქმნა ჩვენი აზროვნების გარდა. 1984 წელს თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებულმა ფილმმა მონანიებამ წინ უსწრო საბჭოთა კავშირში რამოდენიმე წლის შემდგომ გორბაჩოვის მიერ დაწყებულ გარდაქმნასა და ახლებული აზროვნების პროცესს. უკვე შემდგომ წლებში მონანიებამ ტრიუმფით მოიარა მსოფლიო კინემატოგრაფიული საზოგადოება და აღენიშნა მრავალი პრიზით. 1987 წელს პრიზი კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალზე, შემდეგი ნომინაციით, ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, კრიტიკისა და პრესის საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, ვატიკანის სრულიად საქრისტიანო გაერთიანების ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის. 1987 წელს პრიზი აკაპუტკოს მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1987 წელს პრიზი სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასე შემდეგ. კინომაყურებელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ფილმის სათაურსაც. ქართველები თვლიდნენ, რომ ფილმი ეძღვნება 1927 და შემდგომ წლებში ყველა უდანაშაულოდ დახვრეტილ, გადასახლებულ და რეპრესირებულ ადამიანს. რუს მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ქართველები ინანიებენ სტალინის გამო. კინოსპეციალისტთა და კინომოყვარულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი სამართლიანად აღნიშნა, რომ ფილმში წარმოჩენილი დიქტატორი ვარლამ არავიძე სიმბოლური სახეა ყველა დროისა და ხალხის დიქტატურისა. ფართო ეკრანებზე ფილმის პირველი ჩვენებიდან დიდი დრო გავიდა. ამასწინათ ვიდეოში ხელახლა ვუყურე კინოსურათს. ჩემს გონებაში ისევ ამოტივტივდა კითხვა, რატომ ჰქვია ფილმს მონანიება? ვინ არ რას ინანიებს? და რადგან ჩემი პასუხი აღნიშნულ კითხვაზე ცოტა განსხვავებულია, გადავწყვეტე საკუთარი პოზიცია გაგიზიაროთ. ვიდრე დავიწყეთ მსჯელობას ფილმის ირგვლივ, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება თვალი გადავალოთ ქრისტიანულ მართლმადებულ ლიტერატურას სინანულზე. რას ნიშნავს ქრისტიანული სინანული? ქრისტიანული სინანულის არში შემდეგია. მონანიებელმა მტკიცედ უნდა გადაწყვეტოს, რომ აღარ უსოდეს ცოდოს. გულწრფელად და სიმდაბლით აღიაროს საკუთარი ცოდვები მოძღვრის წინაშე, რათა მიიღოს ღვთისგან შენდობა და უფლის წინაშე სუფთა და მართალით წარსდგეს. ამავე დროს სინანული არის საიდუმლო, რომელშიც აღმასრულებელი მღვდლის მიერ მინიჭებული ხილული შენდობის დროს უხილავი დღებულობს მიტოვებას თვითუფალ იესო ქრისტესაგან. ჭეშმარიტი სინანულისათვის აუცილებელია უწინდელი ცოდვები დაუტევოთ და მოვიძულოთ ისინი როგორც უწმინდურება. ვიგლოვოთ ეს ცოდვები, ღმერთს ვევედროთ მიტოვებას და მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ, ახალ ცოდვებს კი ყოველნაირად ვერიდოთ. მიუტევოთ მოყვას, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვიტევოს. ყველას მივაგოთ სიყვარული და მოწყალება, რათა ჩვენ შეწყალებულ ვიქნეთ. თავი დავიმდაბლოთ. ურავის განვიკითხავთ, ცილს ნუ დავწამებთ. ღმერთს ვევედროთ, რომ მტრისმახეს გადაურჩეთ. შევეცადოთ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით შევაფასოთ, ვინ ინანიებს მონანიებაში. კინომაყურებელთა უმრავლესობის აზრით, პირველი თორნიკე არავიძე ინანიებს თავისი ბაბუის, ვარლამ არავიძის საქციელს. ვარლამ არავიძეს ქალაქის მერის თანამდებობაზე ყოფნის დროს მრავალი ცოდვა აქვს ჩადენილი. ბევრი უდანაშაულო ადამიანის რეპრესირებაში, დახვრეტასა და გადასახლებაში მიუძღვის ბრალი. ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახი სანდრო და ნინო ბარათელების ქალიშვილი ქეთი ბარათელი გადაწყვეტს შური იზიოს ვარლამ არავიძეზე და მას საფლავიდან სთხოვს. რადგან ქეთი ბარათელს ჯერა, რომ ვიდრე ვარლამ არავიძე საფლავში მშვიდად წევს, მისი საქმეები ცოცხლობენ.
ვარლამის შვილი აბელ არავიძე იძულებულია საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცეს. ბრალდებული მაინც იმუქრება, სულ ერთია ვარლა არავიძეს საფლავში არ გავაჩერებ. მაშინ აბელ არავიძესა და მისი მეგობრების მიერ მოსყიდული ადვოკატი სასამართლოზე დასვამს საკითხის გამეორებით შემოწყვეტეს ქეთი ბარათელის ფსიქიკური მდგომარეობა. სასამართლო ქეთი ბარათელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობას მიუსჯის. ყოველივე ამის თვითმფრინველია 17 წლის თორნიკე არავიძე. თორნიკე არავიძე შეწწუნებულია იმით, რაც მოისმინა. მას უფრო მეტად აღაშფოთებს საკუთარ მშობლების პოზიცია, რომელთაც უდანაშაულო ქალი გიჟად გამოაცხადეს. თორნიკე მიდის საავადმყოფოში და პატიებას თხოვს ქეთი ბარათელს, რაზეც ქეთი ბარათელი მიუგებს, რომელი მაცხოვარი მე ვარ, ცოდები შეგინდოთ. მეორე. აბელ არავიძე ინანიებს თავისი მამის, ვარლამ არავიძის აქციას, რომელიც შემდგომ გარდაცვალებისა ხდება მიზეზი შვილიშვილის, თორნიკე არავიძის თვითმკვლელობისა. აბელ არავიძე თავბრეთ სიწყევლის და ამჯერად თავად ამოთხრის საკუთარ მამას საფლავიდან. მესამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოინანიებდა საკუთარ მოჩვენებით 7 და 2 სულელ ცხოვრებას ქალბატონი გულიკო, თორნიკე არავიძის დედა. ამას გვაფიქრებინებს მისი საწარკვეთილი სახე შვილის თვითმკვლელობის შემდგომ. თუმცა რეჟისორის ყურადღება მასზე აღარ ჩერდება. ფილმის ანალიზას ქრისტიან ადამიანს უთუოდ დაებადება კითხვა. არის თუ არა მათი მონანიება ქრისტიანული სინანულის ამსახველი პროცესი? ჩემი აზრით არა. ვერც აბელ არავიძესა და ვერც თორნიკე არავიძის მონანება ქრისტიანულ სინანულად ვერ ჩაითვლება. ქრისტიანული სინანულის დროს ჩვენ მიუტევებთ მოყვას, რათა ჩვენც მოგვეტევოს. აბელ არავიძე კი საკუთარ თავს იწყევლის, ქრისტიანულ თვალსაზრისით წევლა მიუღებელია და საკუთარი უბედურების ერთად მიზეზად საკუთარ მამას, ვარლამ არავიძეს მიიჩნევს, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნეთ, საფლავიდან ამოთხრის. ქრისტიანულ თვალსაზრისით არასწორ ნაბიჯად ჩაითვლება აგრეთვე თორნიკე არავიძის თვითმკვლელობას. თვითმკვლელი თავისი ქმედებით შეურაცხყოფს ღმერთს, რომელიც ჩვენი მარადიული ბუდეშინის მცემელი, დამხმარე და მფარველია. საინტერესოა, რომ მონანიებაში საკუთარ აქციას არ ინანიებენ ფილმის დადებითი პერსონაჟებიც. არ ჩანს, რომ მოძღვარი ყავთ ნინო და სანდრო ბარათელებს. ისინი გაჭირვების დროს თავად არ უგეშებენ ერთმანეთს. ვერ ვიტყვით, რომ თუ სანდრო ბარათელი საკმაოდ თამამად და უშიშრად ეპაექრება ვარლამ არავიძეს, თუმცა პირველი გაფრთხილება მისგან მივფრთხილდით, რომ მიღებული აქვს. ამიტომ ვერ ვიტყოდით, რომ თუ სანდრო ბარათელს მოძღვარი არ ჰყავს, ეს მხოლოდ ციშის გამო. იქნება ამიტომაცაა, რომ ისინი პატარ-პატარა, მაგრამ საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. მაგალითად, ნინო ბარათელი არ ჩანს, რომ ღმერთს ევედრება სანდროს გამოხსნას. აბელ არავიძესთან მიდის სათხოვნელად. არც სანდრო ბარათელს შეუძლია დროის შესატყვის თავში კავების გამოჩენა და ყოველ ადამიანში მხოლოდ კარგის დანახვა, რისკენაც ქრისტიანული მორალი მიგვითითებს. იგი ვარლამ არავიძის მდივანი ქალის თანდასწრებით სიმშვიდე დაკარგული აცხადებს მასზე, არა, მე ამას ვერ ვუყევო. ბუნებრივია, მით უფრო ვერ დაინახავს ყოველ ადამიანში მხოლოდ კარგს ბავშვობა დაკარგული ქეთი ბარათელი. ქეთი ბარათელი შურისძიებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე უღმავდება საკუთარ მეს. ფილმის ყურებისას იქნება შთაბეჭდილება, რომ სანდრო და ნინო ბარათელებს მოსანანიებელი არც არაფერი აქვთ. ფილმის არც ერთ ეპიზოდში მაყურებელი არ ფიქრობს, რომ მათ თუნდაც რაღაც უმნიშვნელო შეეშალათ. არდა შეუძლებელია ქრისტიან ადამიანს მოსანანიებელი არაფერი ჰქონდეს. ხოლო როცა ქეთი ბარათელთან თორნიკე არავიძე მივა პატიების სათხოვნელად, იგი ცოტა არ იყოს ქედმახვილად პასუხობს, მაცხოვარი ხომ არა ვარ, ცოდვები შეგინდოთო. ქეთი ბარათელი ფილმში მორწმუნედ არის გამოყვანილი, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მისი რწმენაც ღრმად ქრისტიანული არ არის. რადგან უფრო ორმა მორწმუნეები ასეთ შემთხვევაში მშვიდად პასუხობენ, ღმერთმა მოვიტევოს თუ რა მცოდვა გაქვს ჩადენილიო. მორწმუნე ქრისტიანისათვის მიუღებელია მკვდრის საფლავიდან ამოღებაც. ზემოაღნიშნული მაგალითებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მართალია წარჩინებული განათლებული საზოგადოება ჯვარს ატარებს და ლოცულობს. რეალურ ცხოვრებაში ზნეობრივი კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, მაგრამ არც ისინი ცხოვრობენ ღრმად ქრისტიანული ცხოვრებით. მათი წრე რამდენადმე მოუმზადებელია და ნაკლებად იცნობს ახალი ბატონების იდეურ მოძღვრებასა და ზნეობრივ სახეს. ამიტომაც ჯერ უნდა არ აქვთ შეფასებული ის საფრთხე, რომელიც მათ ელით. არ აქვთ გაუმუშავებული ახალ მოძღვრებასთან ბრძოლის ხერხები. რაც შეეხება ფილმის მთავარ მოქმედ პერსონაჟს ვარლამ არავიძეს, ცხადზე უცხადესია, ვარლამს არ სწავს ღმერთი. მან მშვენივრად იცის, რომ ახალი მოძღვრება უნდა დაამკვიდროს და ეს მოძღვრება ღვთის არსებობას გამორიცხავს. ისიც იცის, რომ უცოდველი და შეუცდომელი არავინაა და ცოდნას კიდევაც იყენებს ბოროტების სამსახურში. არავის პატიობს ნებით თუ უნებლიე შეცდომებს, მცირეოდენ უზუსტობას, შეუსაბამობას გარემოსთან. ვარლამ არავიძესთან უკვე არსებობს ჭეშმარიტებად გასაღებული ყალბი მოძღვრება და მას მშვენივრად აქვს შეთვისებული ამ მოძღვრების საფუძვლები.
მაშინ, როდესაც ბევრი მისი თანამებრძოლი ამისთვის სრულიად მოუმზადებელია, ისინი გულუბრყვილოდ ცდილობენ დაუმტკიცონ ეშმაკის მსახურ კოლებგანს, რომ ნიჭი სიკეთეა და სიკეთე კი უკვე პოზიციაა, ან და ერთი ბრძენი 1000 ბრიყვსა და სულელს გადასწონის. კეთილ ადამიანს სულისთვის სიკეთის გაკეთება ახალ სიცოცხლეს წელს, ვარლამისთვის კი უმჯობესია დაიჭიროს ხალხი და გადაასახლოს. ამით ფიქრობ ქვეცნობიერად ვარლამი იმ სიცოცხლეს კლავს, რომელიც მოსულებია. მოძღვარი ფილმში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება. გაორებული აბელ არავიძე ცოდვების მოსანანიებლად მოძღვართან მიდის, თუმცა მას ამ ნაბიჯისაკენ უფრო კეთილმოწყობილი ცხოვრების სხდომის პროცესი უბიძგებს, ვიდრე მონანიების სურვილი. და აი აღსარების ბოლოს აღმოჩნდება, რომ მოძღვარი ეშმაკია. აბელ არავიძეც ეშმაკთან მოვიდა აღსარების ჩასაბარებლად, თუმცა რა ხდება? ზოგადად ეშმაკი გზას უბნევს ადამიანს, ყურის სიმართლე დაჩიჩებს, სიცრუეს ჭეშმარიტებად. აღსარებით ჩასაბარებლად მოსულ აბელს კი ეშმაკი მწარე სიმართლეს მიახლეს პირში. საინტერესოა, შემთხვევით გამოვიდა ასეთ სცენარის ავტორმა გაითვალისწინა, რომ აღსარების დროს ღვთაებრივი მადლი გადმოდის აღსარებელზე და ამ მადლს შეუძლია ეშმაკის მართალი ენით აალაპარაკოს. და ბოლოს ისმის კითხვა, რისთვის და რატომ უწოდა რეჟისორმა კინოფილმს მონანიება. გთავაზობთ ნაწყვის თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი ინტერვიუდან. ფილმს დავარქვით მონანიება და არა სინანული. სინანული სულ სხვა, ადამიანი იყო ცუდი, განიცადა სინანული და გახდა შემდეგ კარგი. მონანიება კი პროცესია. მონანიების გარეშე არ მოხდება განწმენდა, ყველა მუდამ მოვინანიოთ, რომ განვიწმინდოთ. აი ამისთვის უნდა გაკეთებულიყო ეს ფილმი. მონანიებაში ჩვენ ვეხებით უდანაშაულო ადამიანების ძალადობის, დამცირების, დევნის და თვალთვალის თემას. ჩვენი უკანასკნელი ნაწარმოების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს პოლიტიკურ, ფილოსოფიურ და სოციალურ-ეთიკური თვალთახედვიდან. კორესპონდენტი. რა როლს თამაშობს მასში რელიგიური მოტივი? თენგიზ აბულაძე. მონანიებაში რელიგიურ მოტივს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. თუ სიკეთე, სილამაზე, სიმართლე რელიგიური ღირებულებებია, მაშინ ჩვენი ნაწარმოები ღრმად რელიგიურია. მე კი ჩემის მხრით დაუმატებდი, რეჟისორის მიზანი ფიქრობ არ იყო რაიმეს გადასხვაფერება. იგი არ ცდილა რაიმეს შელავაზებას და რეალურად წარმოგვიჩინა საკუთარი გმირების სულიერი მდგომარეობა. ამ გარემოსა და ამ სიტუაციაში ამ ხალხს სხვაგვარი სინანულის გრძნობა ვერ გაუჩნდებოდა. რეჟისორი ფილმს არ ქმნავს მონანიებას. გმირები აქინანიებენ ისე, როგორც მათ ესმით სინანული, თუმცა კი იგი შორს დგას ქრისტიანული სინანულისაგან. მონანიება პროცესია. ეს პროცესი ალბათ მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ადამიანები წარმართულ თვითმკვლელსა და შურისძიებას წერტ-ჭმარიტი ქრისტიანული სინანულით არ შეცვლიან და ალბათ მას შემდგომაც, რადგანაც როგორც გვასწავლის სახარება, არა არს კაცი, რომელიც ხონდეს და არას ცოდოს.